გამარჯობა ყველას. დღეს ვისაუბრებ ბუდიზმზე, რელიგიაზე. თუმცა ვიცი, რომ ზოგიერთი თვლის, რომ ბუდიზმი უფრო არის ფილოსოფია, მაგრამ აღიარებულად ითვლება, რომ არის რელიგია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა ამ თემაზეც მესაუბრა. ამ ვიდეოს კომენტარებში დავტოვებ ტაიმკოდებს, ანუ ვიდეოს რომელ მონაკვეთში რაზე ვსაუბრობ და თქვენთვისაც კომფორტული იქნება თემის პოვნა. ვიდეოში განვიხილავ ბუდიზმის ისტორიას, რა არის ნირვანა, ჩაკრა, კარმა, რითი განსხვავდება ბუდიზმი სხვა ინდური რელიგიებისგან, რატომ მედიტირებენ და რატომ არის ცნობილი პრაქტიკა მედიტაცია, ასევე მედიტაციის დროს ასეთი ხმები რისთვის გამოსცემენ ხოლმე და რატომ არ უნდა ზედაყვანი ბუდას კერპს, რასაც რეალურად ბევრი აკეთებს. ვიდეოს ბოლოში კი ვიტყვი, შესაძლოა თუ არა საერთოდ 21 საუკუნეში მიაღწიოს ადამიანმა იმ სულიერ მდგომარეობას სახელად ნირვანა. ბუდიზმი მსოფლიოს უძველესი რელიგიაა, რომელიც ჩაისახა მე-5 საუკუნეებში ჩრდილოეთ ინდოეთში. მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი დამაარსებლის სიდჰართა გაუტამას ცხოვრებასთან. სიდჰართა გაუტამას ბუდას ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ისტორიაა კაცობრიობის ისტორიაში. იგი არ იყო ღმერთი ან წინასწარმეტყველი, არამედ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძალისხმევით მიაღწია სულიერ სრულყოფილებას. სიდჰართა დაიბადა დაახლოებით 563 წელს ლუმბინიში, თანამედროვე ნეპალი. მისი მამა შუდჰოდანა იყო შაკიების ტომის მეფე. სიდჰართა ბუბნებაში იზრდებოდა, არ იცოდა რა იყო შიმშილი, სიცივე, სიავადმყოფი და სიკვდილი. ლეგენდის თანახმად ბრძენებმა იწინასწარმეტყველეს, რომ სიდჰართა გახდებოდა ან დიდი ხელმწიფე, ან დიდი წმინდანი. მამას სურდა შვილი მისი მემკვიდრე ყოფილიყო, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა სიდჰართას ცხოვრებისეული ტანჯვა არ ეხილა. უფლისწული იზრდებოდა 3 სასახლის ბუბნებაში. მიიღო საუკეთესო განათლება და ქორწინდა მშვენიერ იასოდჰარაზე. მიუხედავად მამის აკრძალვისა, 29 წლის ასაკში სიდჰართამ ფარულად დატოვა სასახლე და ქალაქში გაიზეირნა. მან იხილა 4 რამ, რამაც მისი მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეცვალა. დაინახა მოხუცი კაცი, გაიგო, რომ სიბერე გარდაუვალია. დაინახა ავადმყოფი ადამიანი და გაიგო, რომ სხეული სუსტია და ტანჯვისთვისაა განწირული. გვამი გააცნობიერა სიკვდილის გარდაუვალობა. და ასევე ლეგენდის მიხედვით სიდჰართამ დაინახა მოხუცი ბერი, რომელიც მიუხედავად ცხოვრების სირთულეებისა მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. სწორედ ამან დააფიქრა, რომ შეიძლება არსებობდეს გზა ტანჯვისა და შიშის დასაძლევად. სიდჰართამ დაიწყო სულიერი ძიება. ცხოვრობდა ასკეტურად, თითქმის არ ჭამდა, მედიტირებდა და სხვადასხვა მოძღვრებთან სწავლობდა. თუმცა მიხვდა, რომ არც უკიდურესი ბუბნება და არც უკიდურესი ტანჯვა არ იყო სწორი გზა. შემდეგ მან აირჩია შუა გზა, ზომიერებისა და შინაგანი ბალანსის გზა. სიდჰართამ დაჯდა ლეღვის
ნირვანა ეწოდება. ბუდამ დაიწყო სწავლება. მისი მთავარი იდეა იყო, რომ ცხოვრება შეიცავს ტანჯვას. ტანჯვის მიზეზი არის მიჯაჭვულობა და სურვილები. ტანჯვის დასრულება შესაძლებელია. ამის გზა არის სწორი ცხოვრება, აზროვნება და მედიტაცია. ბუდა მრავალი წლის განმავლობაში მოგზაურობდა და ასწავლიდა ადამიანებს თანაგრძნობას, სიმშვიდესა და თვითშეცნებას. მისი სწავლა მოგვიანებით გადაიქცა ბუდიზმად, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს აინტერესებს და ბუდიზმის მიმდევარია. ბუდიზმში არსებობს ცნობილი გამოთქმა, თუ გზაზე ბუდას შეხვდები, მოკალი ბუდა. ეს არ ნიშნავს ძალადობას. აზრი ისაა, რომ ადამიანი არ უნდა მიეჯაჭვოს კერპს, ავტორიტეტს ან გარეგან სიმბოლოს, რადგან ჭეშმარიტების პოვნა საკუთარ გამოცდილებაში უნდა მოახერხოს. დეალიზაცია და ბრკოლება. თუ ბუდას აღიქვამ როგორც მიუღწეველ იდეალს, შენ გვეცნობიერად ამბობ, რომ შენ მას ვერასდროს გაუტოლდები. ბუდიზმი კი გეუბნება, რომ შენ უკვე გაქვს ბუდას ბუნება. უბრალოდ მისი აღმოჩენა გჭირდება. ბუდას ბოლო სიტყვა კი იყო, ყველაფერი წარმავალია, ისწავლე გაუშვა. ყველაფერი რაც შექმნილია, დაშლისთვისაა განწირული. ბუდიზმი ამბობს, რომ ტანჯვის მიზეზი არის არა თავადსაგნები ან ადამიანები, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. და ასევე არანაკლებ საინტერესო თემა არის, რითი განსხვავდება ბუდიზმის სხვა ინდურ რელიგიებისგან, მაგალითად ინდუიზმისგან. ეს ყველაზე მთავარი კითხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინდოეთიდანაა, ბუდიზმმა რევოლუცია მოახდინა რამდენიმე პუნქტით. ატმანი, სული და ანატმანი, უაზრობა, უსულობა. ინდუიზმს სჯერა, რომ არსებობს მუდმივი, უკვდავი სული, ატმანი, რომელიც სხეულიდან სხეულში გადადის. ბუდიზმი ამბობს, მუდმივი სული არ არსებობს, ჩვენ ვართ მხოლოდ მუდმივი, ცვლადი ენერგიების, აზრებისა და შეგრძნებების ნაკადი. ღმერთის როლი. ინდუიზმი პოლითეისტურია, ბევრი ღმერთი ჰყავს, შივა, ვიშნუ და ასე შემდეგ, რომლებიც სამყაროს მართავენ. ბუდიზმი ათეისტურია ან არათეისტური. ბუდამ თქვა, რომ სამყაროს შემქმნელი ღმერთი არ არსებობს და შენი ხსნა მხოლოდ შენს ხელშია. ღმერთები თუ არსებობენ, ისინიც ტანჯვის ციკლში არიან და მათაც სჭირდებათ გამოღვიძება. კასტური სისტემა. ინდუიზმში საზოგადოება დაყოფილია კასტებად. დაბადების მიხედვით. ბუდიზმმა უარყო კასტები. ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად წარმომავლობისა შეუძლია მიაღწიოს ნირვანას. ინდუიზმში მნიშვნელოვანია მსხვერპლშეწირვა და რთული რიტუალები. ბუდიზმში მთავარია გონებაზე მუშაობა და ეთიკა. რიტუალები მეორეხარისხოვანია. ინდუიზმში მიზანია მოქშა, ინდივიდუალური სულის შეერთება უმაღლეს ღვთაებრივ საწყისთან, ბრაჰმთან. ბუდიზმში მიზანია ნირვანა, ილუზიებისგან და ტანჯვისგან სრული გათავისუფლება. მუდმივობის ილუზიაზე. ჩვენ გვინდა, რომ სასიამოვნო მომენტები, ახალგაზრდობა და საყვარელი ადამიანები სამუდამოდ ჩვენთან იყვნენ. როცა ისინი იცვლებიან, რაც ბუნებრივია. ხშირად გქონიათ, რომ ბუდიზმი გულგრილობას გადაგებს, მაგრამ ეს ასე არ არის. მიჯაჭვულობა არის, შენ მჭირდები, რომ მე ვიყო ბედნიერი. ეს ტანჯვაა, რადგან შიშს ვადებს. გათავისუფლება არის, მე გისურვებ ბედნიერებას. ეს არის ნამდვილი სიყვარული და თანაგრძნობა ყოველგვარი პირობის გარეშე. როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? გათავისუფლება არ ნიშნავს მთაზე წასვლას და ყველაფერზე უარის თქმა, თუმცა ზოგი ასეც აკეთებს. ეს ნიშნავს შინაგანი თავისუფლების მოპოვებას. შენ გსიამოვნებს გემრიელი საჭმელი, მაგრამ თუ ის არ გაქვს, ამის გამო არ იტანჯები. შენ გიყვარს ადამიანები, მაგრამ ათნო
სამი ცეცხლი, ვნება, მიჯაჭვლობა, სიძულვილი და ილუზია. როდესაც ეს სამი რამ კრება, გონება ხდება აბსოლუტურად მშვიდი, ნათელი და თავისუფალი. ეს არის მდგომარეობა, სადაც აღარ არის შიში, შფოთვა. ბევრს მოსწონს ასევე ის ფაქტი, რომ ბუდიზმი რელიგიებიდან ერთადერთია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. რატომ გვგონია, რომ პოლიტიკა არ ერევა? ეს იმიტომ, რომ ბუდიზმის მოღვაწეობა აქცენტს აკეთებს შინაგან სიმშვიდესა და ძალადობის უარყოფაზე. თუმცა, როგორც კი რელიგია ხდება მასობრივი და ინსტიტუციური, ის ავტომატურად ხდება პოლიტიკური გავლენის იარაღი ან მონაწილე, ასე რომ ბუდიზმი როგორც სოციალური ინსტიტუტი ისტორიის მანძილზე პოლიტიკისგან განცალკევებული იშვიათად ყოფილა. იმპერატორი აშოკა სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ბუდიზმის სახელმწიფოდ რელიგიად ქცევა. მესამე საუკუნეში აშოკმა ბუდიზმი გამოიყენა თავისი იმპერიის გასაერთიანებლად და ეთიკური კოდექსის დასამკვიდრებლად. ასევე მინდა გახსოვდეთ, რომ ბუდიზმი არ ამბობს, რომ აგრესია ცოდვაა, როგორც დასავლურ რელიგიებში. ის ამბობს, რომ აგრესია არის დამაბნეველი ენერგია. როცა ბრაზობ, შენი გონება იკეტება, რეალობას სწორედ ვეღარ ხედავ და ხშირად ისეთ რამეს აკეთებ, რაც მერე შენვე გაზარალებს. აგრესიაში არის დიდი ძალა და სიცხადე. თუ მას სწორედ მიმართავ, ის ხდება არა ნგრევა, არამედ გადაწყვეტილების მიღების და სიმართლის დაცვის იარაღი. კარმა ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაგრამ ხშირად არასწორად გაგებული ცნებაა. ბევრს გონია, რომ ეს ბედისწერაა, თუმცა ბუდიზმში კარმა ნიშნავს ქმედებებს. მისეს შედეგობრივი, ეთიკური ფიზიკა. კარმა არის კანონი, რომლის მიხედვითაც ყოველ განზრახულ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი შედეგი. ეს ჰგავს თესვის პროცესს. თუ დადესავ ვაშლს, ამოვა ვაშლი, თუ დადესავ ეკალს, ამოვა ეკალი. კეთილი ქმედებები დახმარება სიკეთე, იწვევს ბედნიერებას. ბოროტი ქმედებები ზიანის მიყენება, ტყუილი იწვევს ტანჯვას. მხოლოდ ფიზიკური ქმედება არ არის. განზრახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ქმედება. თუ შემთხვევით ფეხი დააბიჯე მწერს და მოკალი, ეს არ არის მძიმე კარმა, რადგან არ გქონდა მისი მოკვლის განზრახვა. კარმა არ არის სასჯელი. ბუდიზმში არ არსებობს ღმერთი, რომელიც კარმის გამო გსჯის ან გაჯილდოვებს. კარმა არის ბუნებრივი კანონი, როგორც გრავიტაცია. თუ მაღალი სართულიდან გადმოხტები და ფეხს მოიტეხავ, ეს ფიზიკის კანონია და არა ღმერთის სასჯელი. ასევე კარმაც, შენივე ქმედებები ქმნიან შენს რეალობას. გონებით რას ვფიქრობთ და რას ვუსურვებთ სხვას. ხშირად ფიქრი უფრო ძლიერ კარმას ქმნის, რადგან სწორედ ფიქრისგან იბადება სიტყვაც და საქმეც. კარმა არის პასუხისმგებლობა. ასევე არის პოპულარული ფრაზა ბუდიზმში. მშვიდობა შიგნიდან მოდის, ნუ ეძებ მას გარეთ, ნუ დარჩები წარსულში, ნუ იოცნებებ მომავალზე, მოახდინე გონების კონცენტრირება, აწმყო მომენტში. ყოველ დილით ჩვენ ხელახლა ვიბადებით. ის, რასაც დღეს გააკეთებ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ტანჯვა გარდაუვალია, მაგრამ წამება არჩევანია. ეს ნიშნავს, რომ ტკივილს ვერ ავწდებით, მაგრამ მასზე დარდი ჩვენი არჩევანია. შენ მხოლოდ იმას კარგავ, რასაც ებხაუჭები. არ არსებობს გზა ბედნიერებისკენ. ბედნიერება თავად არის გზა. საკუთარი თავისთვის იყავი ლამპარი, იყავი საკუთარი თავის თავშესაფარი. ბუდამ თავად თქვა, ნუ მენდობით მე მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ ბუდა. გადაამოწმეთ ჩემი სწავლება, ისე როგორც ოქროს ამოწმებენ ცეცხლში. ძალიან
საუკუნეში შესაძლებელია თუ არა იმ მთავარი მდგომარეობის ნირვანის მიღწევა. გააჩნია რას ვეძახით ნირვანას, თუ ნირვანას წარმოვიდგენთ როგორც რაღაც ზებუნებრივ მდგომარეობას, სადაც ადამიანი ჰაერში დაფრინავს და საერთოდ არაფერს გრძნობს, მაშინ 21 საუკუნეში რეალური არ იქნება, მაგრამ თუ ნირვანას განვიხილავთ როგორც
განვითარებაში.